გამარჯობა. მოგესალმებით ძმების პოდკასტის მორიგი ეპიზოდის დროს დადგა, სანამ გადავიდოდეთ მთავარ თემებზე, მანამდე გეტყვით, რომ ტაბორ 24-ში ვიმყოფებით ამ გადასარევ სივრცეში და მადლობა მათ ამ სივრცის გამოყოფისთვის და დათმობისთვის ჩვენთვის. ასევე ძმების პოდკასტი ამ სახელწოდებით YouTube-ზე გამოგვიწერეთ. არა მარტო YouTube-ზე და გამოყვებით TikTok-სა და Facebook-ზე და ბევრ საინტერესო ამბავს შემოგთავაზებთ ეტაპობრივად 0-0 კიდევ უფრო გავიზრდებით და განვითარდებით. ხო, აქვე დავამატოთ სანამ გადავალთ იმაზე, რომ ძალიან გთხოვთ, რომ მოიწონოთ ეს ვიდეო, და კომენტარებიც დაგვიწეროთ. და კომენტარებს დაგვიწერეთ და კომენტარებს შეგიძლიათ დაგვიწეროთ, ვინ გსურთ შემდეგ სტუმრად და ჩვენ რა თქმა უნდა შეძლებს და გვარად გავითვალისწინებთ თქვენს აზრს. ეხლა გადავიდეთ მთავარ თემებზე, ხო? თან ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი, ეხლა ეს ეპიზოდი რო დაიდება, ჩავლილი იქნება უკვე. გუშინ 22-ში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი, პირველივე სასაჯიბრო დღეს 4 სპორტსმენი ყავდა, სამწუხაროდ 3 ეგრევე პირველი ანუ თემუნოზეზე პირველი ეტაპი გადავახა და ვაჟა მარგველაშვილი და ჯულიეტა როდონაია დამარცხდნენ პირველივე ეტაპზე, თუმცა ეგ ყველაფერი გადაფარა იმან, რომ 60 კილოგრამოვანი კატეგორიაში 21 წლის გიორგი სარდააშვილმა შეძლო და ევროპის ჩემპიონი გახდა, ევროპის ჩემპიონატის ტიტული დაუმატა მსოფლიო ჩემპიონობას. თავარი ამბავი რაც არის ის, რომ გიორგიმ სულ 4 სპორტსმენი დაამარცხა ევროპის ჩემპიონობა რომ მოიგო. ერთ-ერთი იყო ფრანცისკო გარიგოსი, ესპანელი ძალიან მაგარი ძიუდოისტი. ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი. ევროპის ჩემპიონია 3 და 6 მედალი აქვს ევროპაზე მოგებული და უშანსოდ მოუგო ფრანცისკო გარიგოს. ჩვენთვის საბედნიეროდ პირველივე დღეს ყავს ევროპის ჩემპიონი, ეს არის გიორგი სარდააშვილი. და ფინალში რუსს მოუგო თან. კი, ეგ არის უმნიშვნელოვანესი პლეიერს მოუგო ფინალში და 21 წლის ასაკში შეძლო და შეკრა კონტინენტის პირველობა და მსოფლიო პირველობა უკვე აქ და ოლიმპიადაზე იმედი ვქონიათ რომ მინიმუმ 3 ოლიმპიადაზე ალბათ ჯანმრთელობაც ხელს შეუწყობს და იმედია შეუწყობს მიიღებს მონაწილეობას და იქაც თავს გამოიჩენს. და დღეს არის მეორე სასაჯიბრო. ეგ უნდა მეთქვა. ეხლა მიმდინარეობს. ამ წუთებში მიმდინარეობს ლაივ რეჟიმში რაც შემიძლია გითხრათ არის ის რომ უკვე ისტორია დაწერილი ამ ევროპის ჩემპიონატზე, იმიტომ რომ ეთერლი პარტელიანი არის ევროპის ჩემპიონატის ფინალში და არასდროს ქართველი ქალი ძიუდოისტი არც ევროპის ჩემპიონატის ფინალში არ მიუღია მონაწილეობა, ანუ შესაბამისად მინიმუმ ერთხელი გარანტირებულია და მაგრამ თავარი მიზანი რა თქმა უნდა ოქრო და დარწმუნებული ვარ რომ მოიგებს ოქროს, იქით ლაშა შავდათუაშვილი იტიდაოს ბრინჯაოზე და ეცდება რომ კიდევ ერთი медали ჩააგრიალოს თავის უობაში. ხვალ ანუ 24-ში უკვე ტატამზე გამოვლენ ეს 24-ია. აუ 25-ში ბოდიში. ტატამზე გამოვლენ ტატო გრიგალაშვილი, რომელზეც რა თქმა უნდა ოქროს მედალს ველოდებით, ვულკამა ისურაძე, გიორგი ჯაბნიაშვილი, მერე იქით თუშიშვილი და სუამაინძე, იქიდან გოგოებიდან ჭანტურია და სოფიო სომხიშვილი გამოვლენ და კვირას დაამსრულებს, ანუ ინდივიდუალური შეჯიბრი. კვირას გუნდურია უკვე. შაბათს და კვირას უკვე გუნდური შერეული იქნება და ანუ იქაც შარშან მოვიპოვეთ медали და წელსაც ბუნებრივია რომ ველოდებით, იმიტომ რომ ძალიან ძლიერ ნაკრები ვარ და აქვე ის აღნიშნოთ რომ ლაშაბიქაური მიდიოდა ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ჩაიხსნა მცირე ტრაუმის და ჯანმრთელობის პრობლემების გამო. კაი, წავიდეთ ჩემპიონთა ლიგაზე და არა ნახევარფინალურ წყვილებზე ან მოსაოდნელ შედეგებზე, პატარა ცვლილებებს გეგმავს UEFA წესებში და ერთ-ერთი ყველაზე ესეთი გამორჩეული ცვლილების მოლოდინი რაც გვაქვს არის ის რომ დამატებითი დრო შეიძლება აღარ იყოს. მოხსნან და ორი მატჩის ჯამში დასრულებული ფრის შემთხვევაში პირდაპირ 11-იანების სერია შეიძლება. ხო, ეგ არ არის ახალი ხილი ფეხბურთისთვის, იმიტომ რომ ეს საფრანგეთის თასზე ეგრე ხდება, რომ თუ ძირითადად რო დამთავრდა ფრედ, ეგრევე ინიშნება ახალია ჩემპიონთა ლიგისთვის. ჩემპიონთა ლიგისთვის ხო, რამდენად კარგი იქნება, ანუ რაღაც ხიბს დაუკარგო. ხო, ის 30 წუთიანი ტაიმები. ანუ ეს შენ წარმოიდგინე, რომ ეს ყოფილიყო ახლა მანჩესტერ ლიონზე და ეს ყველაფერი ეს საფეხბურთოზე იმი ვერ გვენახა ცოტა ისეთი იქნებოდა მძიმე, ანუ დიდი დანაკლისი იქნებოდა, იმიტომ რომ მართლა მგონია, რომ იმ დღესაც უყურე იყო რაც კი მინახავს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კამბექი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი საოცარი თამაში იყო და ამის ახსნა რაც არის UEFA რაც ისიც ხსნის ამ ყველაფერს იმ გადატვირთულ და მართლა გულშემატკივრისთვისაც რო უყურებ ეხლა ყოველ 3 დღეში ერთხელ თამაში როა ჯოჯოხეთურ კალენდარში ეს იქნებაო ცოტა განტვირთვა ფეხბურთელებისთვის და ძალის დაზოგვა. გარდა ამისა, ახალი ფორმატი, რომელიც წელს პირველად ტარდება ჩემპიონთა ლიგაზე
და ვიცით რომ ძველი ფორმატის მიხედვით მეორე ფინალში ერთი ქვეყნის გუნდები ვერ მონაწილეობდნენ, ვერ თამაშობდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ და ასე მეოთხე ფინალში იყო ეს შეზღუდვა, მეოთხე ფინალის მერე, მეოთხე ფინალიდან უკვე თავისუფლად შეეძლოთ ერთი ქვეყნის გუნდებს თამაში. ესეც ახლა ვიცით რომ მაგალითად PSG შეხვდა ბრესტს, ლევერკუზენი, ბაიერნი ვნახეთ და ამის შეცვლაც უნდათ რომ ლიგის ფაზის შემდეგ ეგრევე აღარ ქონდეთ ერთი ქვეყნის გუნდებს ერთმანეთთან თამაშის მაგას მივესალმები რომ ხო ეს შედარებით ცოტა ისეთია და მესამე წესიც იყო ლაპარაკი გუნდი რომელიც ლიგის ფაზაში პირველ 8 ადგილს დააკომპლექტებს გუნდები ისინი შემდეგ პლეი-ოფის ყველა თამაშს ამდენს მივლენ ჩაატარონ პირველი თამაში სტუმრად. ფაქტია რომ აი ამ სამი შესაძლო შეცვლილი წესიდან ყველაზე ხმაურიანი და ყველაზე უცნაური შეიძლება იყოს იმ დამატებითი ტაიმების ამოღება. ხო, მეც რაღაცა ცოტა მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ეს ნახევარი საათი ბევრს ნიშნავდეს ფეხბურთელებისთვის და დასვენების კუთხით, ცოტა უცნაური საყურებელი გახდეს ფეხბურთი. 29 ივნისს უკვე ვიცით რომ ოფიციალურად იწყებს ილია თოფურია ახალწონაში პირველად, და ისიც ვიცით რომ ეს იქნება საჩემპიონო, ანუ ეგრევე ეს არის ექსკლუზიური ინფორმაცია ესპანელი ჟურნალისტის. კი, მაგრამ ეს ესპანელი ჟურნალისტის ეს ინფორმაცია დაადასტურა ილია თოფურიამ იმ კუთხით რომ კემპი დაიწყო, უკვე წვრთნა დაიწყო გუნდთან ერთად, ემზადება თავის ძმასთან ერთად, სრული დატვირთვით თვითონ როგორც სოციალურ ქსელში Twitter-ზე განაცხადა ეგ რომ ჩემი კემპი დაწყებულია და მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის და ახალი ჩემპიონობისთვისო და ნახოთ ის არ ვიცით ჯერ ვინ იქნება მისი მეტოქე ორი ვარიანტი ან არის ოლივეირა ან არის მახაჩევი ნუ მოკლედ ერთი მთავარი რაც არის ვიცით ის რომ იჩხუბებს კამარზე 29 ივნის ღირს შესანიშნავ დღეს ჩემი დაბადების დღე და მაგიტო ითამაშებს აიყო და იჩხუბებს ილია თოფურია და მოკლედ ნახოთ ვინ იქნება მისი მოწინააღმდეგე. ხო, ჩარლზ ოლივეირამ თქვა რომ მე დიდი სიამოვნებით ვუჩხუბებ. დაბრუნება უნდა. დაბრუნდებიო, კიო. ნაკწონაში ხა თუ მახაჩევს არ შეხვდება, ანუ გამოდის რომ მახაჩევი კამარს თმობს. და თავისუფალი იქნება ეს კამარი და იბრძოლებენ ოლივეირა და ილია. მოკლედ, კარგი სანახაობა გველოდება ივნისის ბოლოს ილია თოფურიას კიდევ ერთი ჩემპიონობა შეიძლება რომ ვიზე იმოთ. ხო, მაგრამ რადგან UFC-ზე ვართ, ზუსტად 2 წამით ის ვთქვათ, რომ ყვირას იბრძოლებს გიგაჭიკაძე ბრუნდება ოქტაგონზე და რა თქმა უნდა არც ჩემპიონო არაფერი, მაგრამ UFC-ის ერთ-ერთი ივენთია, სადაც იბრძოლეს გიგაჭიკაძე და აქვე წარმატებები აუცილებლად გიგას, კი ბატონო. NBA-ის პლეი-ოფები შედის ნელ-ნელა გადამწყვეტ ფაზაში და ორი თამაში ითამაშეს პლეი-ოფებში. გუნდებმა ვთქვათ ის რომ ინდიანა იყო და ორლანდო მეჯიკი აგებს ბოსტონთან 2-0-ს და გუნში მიეცა გამთენისას იყო ეს თამაში და გოგამ ითამაშა 7 წუთი და 45 წამი და პორზინგის გაუგლიჯა სახე კიდევაც 8 წუთი ითამაშა თითქმის და 2 ქულა 3 მოხსნა და 1 ასისტი ჰქონდა და ამ დროში ხო ნუ მე მაგ თემაზე საუბრისას ნერვები მეშლება იმიტომ რომ ადამიანი იწყებს სეზონს ისე რომ თან მაგრა ძალიან განსაცვიფრებლად მართლა ისე თამაშობს ანუ იმ 25 მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმეს 3 წელზე ისეთია რომ ანუ მეგონა რომ მაინც დრო ეხა უკვე რადგან ამ ხელა კონტრაქტზეა საუბარი და დაბალი ხელფასი არა აქვს მაინც მეგონა რომ დრო მიეცემოდა დრო მიეცა რეგულარულ სეზონში მაგრამ კარტერი დაბრუნდა და ისევ სკამზე გადასვეს მაგ პრინციპს NBA-ს ვერ ხვდები და რაღაც მგონია რომ დაუფასებლები არიან ქართველები იქ და ძალიან არ მიყვარს მაგაზე ლაპარაკი იმიტომ რომ ნახოთ კიდე ექნება გოგას შანსი რომ ჯერ შეამციროს ბოსტონთან სხვაობა ხო ორლანდო თუ შეამცირებს ნუ ალბათ ვერა იმიტომ რომ მაინც თავი ფავორიტია ბოსტონი მოგიდგა კლივლენდი და ინდიანა გაიჭრენ წინ 2-0 სერიაში შესაბამისად მაიამისთან და მილოუკთან და იქით არის სასწაული სერია ლეიკერსი ოკლაჰომა უგებს მემფის ოკლაჰომა ძალიან ფავორიტია და ორივე თამაში და დანარჩენ წყვილებში თანაბარია 1-1-ია სერიაში და Golden State-ს გაუთანაბრა განთენისას ჰიუსტონმა და ლეიკერსმა გაათანაბრა მინესოტასთან და ნუ ალბათ მაინც თავარი სანახაობა ლოს-ანჯელესში რა თქმა უნდა სერიოზული ბრძოლები გველოდება მოკლედ NBA-ში და ჩაუსხდეთ მოკლედ ვისი ამოვნოთ კალათბურთით და ნუ გოგას წარმატებები უსურვოთ, იმიტომ რომ თუ შეიძლება დასათამაშოდ. ხო, მაგას გულისხმობ, შეიძლება ორლანდო გამოეთიშოს. და დიდი ალბათ გამოეთიშო, მაგრამ იმედია რომ გოგა ამ რაღაც საპლეიოფ თამაში ერთხელ მაინც გაიბრწყინებს, მიეცემა. აი, მალე მორჩა, ერთი სულ მაქვს თომაზოზე გადავალთ, ისეთი კაცი ყავს. აი, მორჩეთ მაშინ პირველ ბლოკს შენი დაჟინებული მოთხოვნით, მეორე ბლოკში შემოგვიერთდება სტუმარი და ეს სტუმარი იქნება ყველასთვის საყვარელი, კი, ნამდვილად.
მადრიდის რეალის გულშემატკივარი მართალია, მაგრამ ყველასთვის საყვარელი დინამოსა და საქართველოს ნაკრების ექიმი დავით ხარაბაძე, რომელიც რამდენიმე წამში შემოგვიერთდება, მანამდე კი გამოიწერეთ ჩვენი არხი და მოიწონეთ ეს ვიდეო და გვიწერეთ კომენტარები და მოკლედ გამოგხევით. წავედით დინამოს და საქართველოს ნაკრების ექიმთან. აი ესეთ მხიარულ განწყობაზე გიბრუნდებით მეორე ბლოკში და ჩვენი სტუმარი არის დინამოსა და საქართველოს ნაკრების ექიმი დავით ხარაბაძე. დავით, მოგესალმები, მადლობა მოსვლისთვის, ჩვენთან სტუმრობისთვის. გვიხარია რომ ჩვენი სტუმარი ხარ, იმიტომ რომ ვიცით რომ როგორც ესეთი კომპეტენტური და საინტერესო ლაპარაკი იქნება, ისე მე მგონი მხიარულიც უნდა გამოგვივიდეს. კი ბატონო, ვეცდებით, დიდი მადლობა თქვენ მოწვევისათვის. ცოტა ისე ვარ, რა ქვია, შეშინებული ორ ბარსელონას გულშემატკივარს შორის ვარ. ისა ცილა და ქარიბდა რო იყო, ხო იცი იმაში. ორი ურჩხული სადაც გავიდო გემები რომ ზვადაჟერის ეს ეპიზოდი სამშაბათს დაიდება და შაბათს ღამე კვირას გამთენის და ღამის 12 საათზე გვაქვს ე-კლასიკო თასის ფინალი და გამთენის აღარ გამოდის გამთენის არა ღამის 12 საათზე ხო გავაბუქე მაპატიეთ ღამის 12 საათზე თასის ფინალი გვაქვს და აქ გვეცოდინება უკვე და მე კიდე ე-კლასიკო გვაქვს მე 11 მაისს გვაქვს ე-კლასიკომდე ჩვენ ჩემპიონთა ლიგა გვაქვს თქვენ არ ვიცი თქვენ მე მერტი ინტერვიუ მაქვს მოსმენილი სადაც ამბობ რომ მოკლედ იმის მსხვერპლი ვარ რა რომ ოჯახმა გადაწყვიტა რომ მე უნდა ყოფილიყავი ექიმიო და როგორ მოხდა ეგ ამბავი და როგორ მიხვედი იქამდე რომ დღეს ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი ხარ მთლიანად სტაფში საქართველოს ნაკრებში. ხო, მოკლედ ეგრე იყო, ну სამწუხაროდ საბედნიეროდ ეგრე იყო, რომ მართლა ძალიან ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ფეხბურთი და ნუ ეხლაც მიყვარს, მაგრამ ბავშვობიდან რაღაც მართლა ისე ვიყავი რა, ფანატიკურად შეყვარებული ვიყავი. იმიტომ რომ წარმოიდგინე რომ რაღაც წიგნებს ვაგროვებდი ძალიან ბევრი, ერთმა რო გაიგეს რა ეს ბავშვი ესე დაინტერესდა ფეხბურთზე, მომიტანეს 1966 წლის საბჭოთა კავშირის მე-4 ადგილზე გავიდა იმის წიგნი არის გამოშვეს დიდი და დასურათებულია თითქმის ყველაფერი და იქედან მოყოლებული ყველაფერი ვიცი აი ზეპირა და ეხლაც ვიცი რაღაცა ანუ ძველი ფეხბურთი უფრო ვიცი ვიდრე ისე და ძალიან მინდოდა ძალიან და აი ეხლა შეიძლება ჩემპიონატები რომ მოისწრებენ მოკვდებიან სიცილით მაგრამ საკმაოდ ნორმალურად ვთამაშობდი ეზოს დონეზე მართლა კარგად ვთამაშობდი სამოყვარულოდ ხო და 1-2 იქ რაღაც ვიღაც სკოლაში რომ თამაშობდი მწვრთნელმაც შემხედა და არ გინდა და რაღაცა მაგრამ მაგრამ საბოლოოდ ნაკრებში მაინც მოხდა და ჩემი იყო აუღებელი ციხესიმაგრე იმიტომ რომ ნაკრებში მაინც მოხდი ხო ნაკრებში მაინც მოხდი სწავლობდი სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტზე ანუ რო დავამთავრებდი ამ ფაკულტეტს ჩვენ უნდა გავნაცვლოთ როგორც სამხედრო ქირურგები უნდა ყოფილიყავით ჯარში და ასე ვთქვათ გარანტირებული სამსახური იყო მე ეს ფაკულტეტი დაიხურა უცებ ჩვენ რო ვამთავრებდით და დავჭით ისე რა ჰაერში და მე უკვე დავიწყეთ ფიქრი აი რეზიდენტურას წავიდეთ როგორ და მეგობარმა ესე რჩევით აქეთ წამოვედით და მოკლედ აქავარ ეხლა შვენიერი ძალიან კარგია რომ აი პროგრესი მაქვს მოკლედ რა რა ვიცი კი დიდები გადასარევი არ წერან სანამ დაიწყო საწერა მაგას მომდი რომ არც ერთ ფეხბურთელზე ნაკლები პოპულარული არ ხარ პირიქით ძალიან ბევრი ფეხბურთელზე უფრო პოპულარული ხარ ხათა შორის ერთი საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი სახელს და გვარს არ დავასახელებ ესე გავარ და ლაპარაკობ და უცებ მოირბინა ვიღაც ბავშვმა და ფოტო თუ შეიძლებაო და კიო და ამას მეცა აი ტელეფონო გადამოყრე გადაგვიღეო და იყო და ისეთი ფეხბურთელია ნაკრებში და რამე და ხო და ევროპაზე გამოსულ თამაშის მერე სულ ფიქრობ იმაზე თქვენი ეს კადრი მიდგას თვალწინ და სტადიონიდან დავინახე ეგ რომ თქვენ არ უყურებთ თეატრიანების სერიას ხო სამწონოს კამის უკან გახართ ჩაკუზული და ხალხის რეაქციებით იგებთ რა ხდება სტადიონზე როგორ ჩანს ძალიან ემოციური ხართ თამაშების მე მგონი რაც ასაკი მემატება უფრო ის ხვდები რა სენტიმენტა რაღაც აი მართლა აი ჯერ ხო ყველაფერზე მეტირება აი ფილმებს და იმას და რაღაც ამ ბოლო დროს კი არა კაი ხანია უკვე აი რაღაცა აი სახიფათო შეტევებს, მოწინააღმდეგე შეტევებს ვარიდებ რა თვალს რა. აი არ მინდა რომ ნახო და პენალტებზე იმენ ოფიციალურად ტრიალდები ხო და ამებზე ხო ვაფშე რა ვიცი მეთქი და მე მეკოუტაძემ რო ვერ გაიტანა, მე ჩავედი ვაფშე გასახდელში. მე გასახდელში და წარმოიდგინე ხო დინამოს გასახდელში თუ ხართ ამყოფი აი ძალიან დიდი კორიდორი უნდა გაიარო რომ გასახდელში მიხვდა იქ ფაქტობრივად არაფერი არის მის ერთ და წარმოიდგინე აი ის
ალბათ კვეკვეს კი მაგრამ შეაგდო და აი გავიგონე და მეთქი უეჭველი ეხა ბერძნები ამას აიწეგი და გავარდი გიჟივით და ნახე მოედანზე ჩემი შევარდნა სანიოლის და იმას გადავეხვედი და ტალღამ წამოგვიღო უკან და ხო შევარდა ხალხის სტადიონზე შევარდა და რას დატრიალდა არ სტადიონზე კი მთელ ქალაქში და ქვეყანაში ეს ლაპარაკო მე დაცვა მეუნებოდა მე როგორც და ჩემი საკაცე რომ აქვს თურმე გარეთ გაქონდა ვიღაცა ესე მქონდა და იქ დაუჭერიათ ეგეთ თამაშების დრო შეგვიძლია შევარდეთ აი სომხეთთან და ეგეთ ხო ის ეხაცა და სხვა ამბავი იყო და გადავრჩით ძალიან საპასუხისმგებლო საქმე გაქვთ ნაკრებში იმიტომ რომ ეს ხო არ არის მარტო ის რა ტრაუმის მოშუშება დახმარება ისა შეიძლება ელემენტარულ რაღაცა მედიკამენტში რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის კარგი იყოს რომ გამოჯანმრთელდეს და შემდეგ ის შეიცავდეს ისეთ ნივთიერებას რომელიც მერე დაუნგრევს კარიერას ხო ფეხბურთის აი ამ კუთხით როგორ გადიხართ ბეწვის ხიდზე იმიტომ რომ რა ხდება ამ კუთხით ანუ ვიცით რომ ბევრი სკანდალი დაემთხვა ბოლო პერიოდში ქართულ ფეხბურთში კი ზუსტად სწორი კითხვა სწორად ჩამოახსენე რომ მართლა ბეწვის ხიდია რა იმიტომ რომ ძალიან დიდი ძალისხმევა გჭირდება იმისთვის და ძალიან დიდი ცოდნას და გამოცდილებას რომ ამ ბეწვის ხიდზე ასე თქვათ სწორად გაიარო. ეხლა ისეთი რეგულაციებია უკვე შემოღო და იმდენად გამკაცრებულია რომ ყოველ წელს ეხლა დიდი ხანია უკვე ყოველ წელს ეგრეთ წოდებული პროჰიბიტით ლისტი იქნება და ეს ყოველ წელს ეს ლისტი სულ უფრო და უფრო ბევრი მედიკამენტი შედის შიგნით იქიდან რაღაცებიც გამოდის მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ძალიან ახლება ამიტომ შეიძლება ეხლა ერთ წელზე აი 2025-ის დაუშვებ პროჰიბიტით ლისტი წაიკითხო ნახო რა არის ყველაფერი და უცებ 2006-ში უკვე ისეთი პრეპარატი რომელსაც საერთო წარმოდგენა არ აქვს შეიძლება შევიდეს აი იგივე მოხდა მელდრონაძე როცა შარაპოვა დაისენება ის ზუსტად ეგ მომენტი იყო რა უცებ შეიტანეს მილდრონატი და ამაზე ძალიან ბევრი სპორტსმენი ამაზე ჩავარდა დღემდე ვარდება სამწუხაროდ და მთავარი მაინც აქ არის რა მთავარი არის მაინც რომ ფეხბურთელები თვითონ და UEFA-ს ეს პროგრამაც აქვს და ჩვენ ფედერაციაშიც არის დანერგილი ეს ჰეტრიკ პროგრამიდან ერთ-ერთი არის ზუსტად ანტიდოპინგური სწავლება და ყველა კლუბში, ყველა ასაკობრივ ნაკრებში მწვრთნელებთან, სამედიცინო პერსონალთან ყველას უტარდება ტრეინინგები ამ დოპინგთან დაკავშირებით და ასე თუ ისე ფეხბურთელები არიან ინფორმირებული ამ თუ იმ პრეპარატებზე. მაგრამ აქ მარტო პრეპარატებზე კი არ არის. პრეპარატების გარდა აქ არის მიღების მეთოდებზეც. იმიტომ რომ შეიძლება საერთოდ მაგალითად 12 საათით ადრე 100 მილilitrზე მეტი რო გადაუსხა, თუნდაც პრეპარატი რომელიც არ არის დოპინგი, მაინც დოპინგად ითვლება და აი მთელი რიგი ისეთი თვითონ პროცედურულად ძალიან რთულია და მერე ყველაზე ცუდი რაც არის, აი მე ვარ სპორტსმენი დაუშვათ და თუნდაც ექიმა მომცა, ხო და მითხრა რომ აი ეს თალი და მე ხო აზრზე არა ვარ და აი მე ხო ექიმა მოცხო არაფერ შუაში არა ვარ, მაგრამ მაინც სპორტსმენი ისჭირდება საბოლოოდ. და აი მაგალითად ეგეთი დროკო თუ მოუყვები ეგეთი სიტუაცია იყო ერთ-ერთ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, მოკლედ ერთ-ერთ სოფელში ცურვის მწვრთნელმა აღმოაჩინა გოგონა, რომელიც სოფელში ტბაში აი ისეთ ცურავდა, მოგვთვითნას რომ აი სასწაულად და მოკლედ ეს ვინ არის იკითხა რაღაცები და ეს ბავშვი წამოიყვანეს იმავე წელს გახდა რაღაცა ჩემპიონი ამ ქვეყნის აი რაღაცა უნიკალური და უკვე ნაკრები და ამბავი და რომ ემზადებოდნენ ამ მთელი რიგი ევროპის ჩემპიონატის სოფლის ჩემპიონატზე და შესვენებაზე არ დადეგებზე ჩავიდა უკან სოფელში და დილით რო გაიღვიძა მეზობელმა უთხრა რომ რაღაცაო თვალები გაქვს შეშუპებულიო და ხო რაღაცაო არ მეძინაო თუ რაღაცა და მერე ვაგერო 2 ტაბლეტიო შარდენი. აუხ მაღაზია ვთქვი რომ ეს იგი მივხვდა ფუროსემიდი დალიო და ჩაგიცხებაო და დაალევიო და ფუროსემიდი არის შარდენი და შარდენი არის შემნიღბელ აგენტს ეძახიან ანუ რა თვითონ დოპინგი არ არის მაგრამ თუ აღმოგვიჩნდეს ნიშნავს რომ გქონდა დოპინგი და ამითი გამოიყვანეს სწრაფად რადგან შარდენია და 2 წლიანი და დაანგრია კალიელა არის შემთხვევები რომ გერმანიაში იყიდეს მარკეტში ჩვეულებრივ მარკეტში ის ასპირინი იყიდეს შუშხუნა და ფსევდოეფედრინიერია შეინდა არ ეწერა და აი ესე ანუ და ჩვენ რატო ასე ვთქვათ ესე ვიცით ხოლმე ხო იმიტომ რომ აი ფეხბურთელები ყველა არიან ძალიან გათვითცნობები ამაში და ყველა თითქმის აი ოდნავ რაღაცას რო იყოს ელემენტარული ყველა მირეკავს და ან მიგდებს და აი ეს რა არის და
ყველაფერს ვამოწმებთ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ანტიდოპინგურთან იმასთან და ვეუბნებით რომ შეგიძლიათ. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული იყოს თვითონ სპორტსმენი, რომელსაც ეხლა არის სხვათა შორის ძალიან ეხლა წავიკითხე რომ ძლეოსნობაში ჩატარდა ეხლა ევროპის ჩემპიონატი და ძალოსნობაში ძალიან ბევრი რეკორდი დამყარდა. ძალიან ბევრი რეკორდი დამყარდა და რაღაცას ვარაუდობდნენ რომ რაღაც ბუნებრივი იწყება გამოკვლევა? იწყება ხო, იმიტომ რომ ყოველი ამის შემდეგ რაღაცა უნდა მოხდეს რომ რაღაცეები იწყება. აი მაგალითად ეხლა ერთი პერიოდი იყო რა არსებობს ეგეთი ტუე ქვია. ფორმა სპეციალური, მაგალითად მე თუ რაღაც მართლა დაავადება მაქვს ისეთი რომ მჭირდება ეს პრეპარატი აუცილებლად რომ სპორტსმენი ვარ, ამ ტუეს შევავსებ თავის დასკვნებით სამედიცინო ყველაფრით რომ შემიძლია ეს და მე ამითი მაგალითად შემიძლია რომ შეჯიბზე გავიდე და ეს პრეპარატი მივიღო. ხო მაგალითად და როგორც კი ეს შემოვიდა დავუშვათ ასთმიანზე, აი სკოულზე მაგალითად ასთმიანი იყო ვიცით ხო ყველა. ხო და ამიტომ ის პრეპარატი უკვე მისთვის დაშვებული იყო, რადგან დადგენილი იყო. როგორც კი შემოვიდა პირველივე ოლიმპიადაზე ოლიმპიური მედლები ვინც აიღო, ორჯერ მეტი იყო ასთმიანების შემთხვევა ასე. ბევრი შემთხვევაა, როცა წლების მერე დააცოცხლეს ეს кейსები. დაჟე რა მახსოვს იცი ერთი მომენტი რომ მერიონ ჯონს რო ჩამოართვეს ტიტულები ეს ოლიმპიური მედლები და რაღაცები. პირველ არხზე ჩვენთან სპორტი რო იწყებოდა, კადრი იყო მერიონ ჯონსი რომ ახტებოდა ამ ბაირებს და ეგ ამოაღებინეს. ხო, რო არ შეიძლება. ფეხბურთელები ხა ნაკრებს ფეხბურთელები რომ მიდიან მაგ საკუთარ გუნდებში იღებენ ტრამვას, აი მაგალითად ხა ბუდუ და ჩაკვე არიან ტრამვირებულები. ანუ რა თქმა უნდა, ალბათ პირდაპირი კავშირი გაქვს ერთმანეთთან კონტაქტზე ხარ და ასე შემდეგ და გუნდებთანაც ანუ იმათი გუნდების ექიმებთან კონტაქტზე ხართ და ერთად აუცილებლად ეგ დასამალი არაფერი არ არის. მე ყველა ჩვენი ფეხბურთელის ვინც მოიაზრება სკონაგრებში, ყველა ის ადგილობრივად კლუბების ექიმების კონტაქტები მაქვს. ეხა თუნდაც აი ბუდუმრო ტრავმა აქვს და ჩაკვესო ტრავმა აქვს. მე ვოტფორდის ექიმსაც ვესაუბრე, ძალიან ისე, ძალიან კოლეგიალური დამოკიდებულება აქვს. ყველას რაც არ ქონდა სხვათა შორის იქ ბელგიაში რო იყო. მაშინ იმათ კი იყო. ეგეთი მომენტი ეხა ძალიან კოლეგიალური დამოკიდებულება აქვს, ძალიან პროფესიონალებია და უბრალოდ საქმის კურსში გვაყენებენ რომ ეს არის, ეს გავაკეთეთ, ესე ვაპირებთ მკურნალობას. და ის მითხოს რომ თქვენ ხო არ შემოგთავაზებთ კიდე რამეს დაუშვათ ან თქვენი მოსაზრება გვაინტერესებს და ესე რა თქმა უნდა ისინი არიან პასუხისმგებლობები და იმათი მიდის, მაგრამ მეც რა თქმა უნდა ყველა დეტალში ჩახედული ვარ. ძალიან სასიამოვნოდ გაკურვებული დავრჩი, აი აიაქსიდან რო ჩამოვიდა. აიაქსიდანში ხო იყო მიქაუტაძე და რო ჩამოვიდა პირველად მისი ექიმისგან მომევიდა მეილი და რაც იყო იმ კვირის, ბოლო კვირის ყველა მონაცემი, აი ვარჯიშზე რა იყო, ოლ სეზონებში როგორ იყო, რამდენი დატვირთვა ჰქონდა, ყველაფერი ესე მომევიდა რომ როიცოდე ასეთ კონდიციაში ფეხბურთელი. იგივე მომევიდა დანიიდან გოჩოლეიშვილის შემთხვევაში და ყოველთვის მომდის. და გოჩოლეიშვილზე ეგ უნდა თქვა, ხო რაც ბოლო ამბავი გოჩოლეიშვილი მის ოჯახის იბლი რაც ხდება, სანდრო ქვია ხო ბავშვს? კი. სანდრო ჯანმრთელია რაც თავარია და მინდა რომ მიულოცოთ მას და ძალიან მაგარი ამბავია. მართლა ისეთი ამბავი იყო რომ როცა ვნახე პირველად ეს ნიუსი მართლა ცრემლი რო წამოგივა ეგ ამბავია და ლეიკემია დაამარცხა. სხვათა შორის არ ვიცი რამდენად უნდა ვთქვათ, ამას წინათ რაღაცაზე შეხება მქონდა ერთ ადამიანთან, რომელიც რაღაც დაავადებას ებრძოდა, მითხრა რომ ის რა ქვია რაღაც თანხები და გოჩოლეიშვილიო დამეხმარაო ძალიანო და ვაჰ. შეიძლება არ უნდა ვამბობდე, მაგრამ სიტყვები უძღურია მართლა. მაგითო დავდუმდი, რა უნდა თქვა ეხა ესე დროს საოცარი ადამიანია. და ესეთ რაღაცეებს სხვათა შორის რომელიც მე ეხა არ ხმაურდება, იმდენს აკეთებენ ეს ბიჭები ამის იკეთეს, რომ აი ძალიან ბევრს. მაინტერესებს თვითონ ფეხბურთელების ჩივილები რა, ანუ თუნდაც ტრავმასთან დაკავშირებული რამე ისეთი, რომელიც აი როგორც ექიმს უთქვამს და გაქცინებია რამე ეგეთი და როგორი რა ყოფილა. მეორე ეგეთი ბევრი ყოფილა საერთოდ, მაგრამ მე რაც მახსენდება ყველაზე ისეთი ადრეც მაკეთდა ნანახი ფეხბურთელმა თამაში გამოტოვა იმის გამო რომ ასე ვთქვათ საზარდულები ქონდა გამომწვარი. ოღონ თავიდან რო გეტყვიან ახლა ამას რომ აი გამომწვარი მაქვს და აი ძალიან ცუდად აღარ ხო ხაი აი ხა რა რო ნახე
აი პროსტა ისე იყო რომ მეთქი თამაში კი არა 1-2 თვე მივცეთ თამაში გასვენება აი ისეთი საშინლად ქონდა მოკლედ რა აი ნაწოლების შემთხვევაში მაზოლებს რასაც ვეძახე აი ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ ისეთი ვერაგი პრობლემა ასე რომ თითქოს ხო არაფერია რომ აი ბუცმა გადაგიტყავა ასე კანი მაგრამ სიარულის დროს დისკომფორტია თამაშის დროს ევროპის ჩემპიონატზე სანამ ვებზადებოდი ჩვენ მასში ავსტრიაში სანამ წავიდოდით იქ ახალი ბუცები ახალმა ბუცმა იცის ხშირად მოკლედ და იქ ზუსტად ბუდუს ქონდა და კვარას ქონდა და დაჟე ვარჯიში რო არ გაეცინათ ორივე ეს ქუსლებზე ამომაჭრევია ეს ბუცები და ის რო აღარ ეხებოდა მე ვარიჩობდნენ ჩაულებრად და მე ეს ამოჭრელი ბუცი მაჩუქა კვარამ წარწერით და მაგ სახში მოკლედ თავის. ქონია შემთხვევა რომ თვითფრინავში რო თავი გაუტეხია. არა ის რო გაგვარდა ის შემოდან და პირდაპირ აი ეგ დაეცა ბიჭო და წარმოიდგინე ექიმე ჩავდივარ თვითფრინავიდან და დაჯიგე ექიმ რა მეთქი რა აღწევ რა გჭირდა გავხედე გასის ხოლმე მეთქი რა ეგ ერთი შემთხვევა მახსოვს რა გადმოცემით ვიცი რომ ძველი აი ლეგენდა ზაქარია თელიარო იყო ექიმი მაგ დროს ეს დინამო თურმე ოპერაში რაღაც დაჯილდო რაღაც ცერემონიაზე მოკლედ რაღაც ღონისძიებაზე წაიყვანეს არ ვიცი რუსთაველის თეატრში არ ვიცი ოპერაში არ მახსოვს მოკლედ რაღაც დაესწრნენ იქ და რაღაც დააჯილდოვეს რაღაცა ვაკეთი ჩაულებრად და ის რა ქვია უცებ ატყდაო ზაქრო და რამე არა გაქო და ვიღაცა მარწყა თავი ფეხბურთელმა და ამაზე თქვი ახლაც მოედანზე ყურა რა უნდა თან თავყურა აა გონიათ რომ ყველგან უნდა გქონდეს და ყველგან ჩავდა ხო საკაცით რო შერბი ხო ოპერაში მე გეცნო ხოლმე აბა რა ისე ქიმი ხარ გეცნო რა მე რო ბევრ ფეხბურთელთან გიმუშავიათ, ბევრ ნაკრებთან, ბევრ გუნდთან და ფაქტია რომ ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია ამ ნაკრებმა გავიგეთ ევროპის ჩემპიონატზე. აი შიდა სამზარეულოდან აი თქვენ შენი აზრი მაინტერესებს. აი რატომ გავიდა ეს ნაკრები? ანუ რა რითი არიან გამორჩეულები მაგალითად წინათაობებისგან? სიმართლე უნდა ითქვას რომ აი ვლადიმერ ვაისიროცა იქ მწვრთნელი აი მაკედან რო დავიწყეთ ჩვენ ნელ-ნელა ხო იკრება ეს ნაკრები იკრება და ეს მივიღეთ ეხლა რაც არის აი უკვე იქედან ძველი ფეხბურთელებიც იძახოდნენ რომ აი ეს არის ნაკრები რომელიც არის ყველაზე ერთსულოვანი და ყველაზე შეკრული რაც კი არსებობდა მანამდე კი ეს თვითონ ძველი ფეხბურთელებსაც დაუფიქსირებიათ ეს ყველაფერი ეს ერთი მეორე თითქმის ის რაღაცები რაც იყო ნუ ცალკეულ შემთხვევაში ადრე დღეს თუნდაც პროფესიონალის თვალსაზრისით აბსოლუტურად არის აღმოფხული და ერთ-ერთი ძალიან დიდი მიზეზიც ეს არის რომ დღეს ყავს ფეხბურთელები რომლებიც არიან აბსოლუტურად ყველა ასე ვთქვათ ძალიან დიდი პროფესიონალები და თავარი რა არის ნახეთ თვითონ იმდენად შესწავლილია იმდენად აინტერესებს და იმდენად შესწავლილი აქვს რაღაცეები რომ მაგალითად ეხა გურამ კაშიას შეუძლია ჩემთან დაჯდეს და აი იმაზე რა ქვია ნუტრიციაზე, სწორკვებაზე და იმაზე სწორად იკამათოს. საერთოდ ისეთი რაღაცეები უთქვამთ, ისეთი მეთოდები ადახა, სანამ მართლა გულსფერად ვიძახე რომ მეც არ მწოდნია და ეგეთი არსებობს? კი, უთქვა არა, რასლავ, გადამეტყვი მართლა არსებობს. ანუ ცოდნა აქვს უფრო დიდი ყველანაირი კუთხით და რა თქმა უნდა მონდომებული არიან და პროფესიონალები არიან და ეს არის ერთ-ერთი და რაც თავარია ხო ნელ-ნელა ჩვენ ნაკრების თავარი პრობლემა მაინც რა იყო ხო ფსიქოლოგიურად სადაც გამარჯვება იყო აი ნამდვილად რომ აი ეს ჩამოვიდა რაღაც საშუალო დონის ჩვენზე არც უსო ძლიერი გუნდი და ამას აუცილებლად უნდა მოუგოთ ხო ამას შეიძლება ვერ მოგვეგო იმიტომ რომ აი ფსიქოლოგიურ ბარიერს ვერ ვლახავთ შეგვეძლო ტოლსტორად გვეთამაშა დაუშვათ იტალიასთან რაღაც მომენტში საფრანგეთში ესპანეთს მოუგეთ საერთოდ წაგვეგო მაგალითად მოლდოვას და მე წაგვეგო კი შეგვეძლო ეხლა ეს ყველაფერი უკვე ამ ევროპაზე გასვლით ამ ბიჭებმა ეს გადალახეს ზუსტად რომ უკვე ის არის რომ აი
გავალთ, რას ლაპარაკობ. შიგნით უნდა ნახოთ, დაუშვათ ეს თუნდაც ეს ძველი ფეხბურთელები, ამ შემთხვევაში ვეტერანი ფეხბურთელები როგორ ამხნევებენ, პატა იგივე აი უნდა ნახოთ გიორგი ლორიას და მამარდაშვილის ურთიერთდამოკიდებულება როგორია. აი როგორ პირველი როგორ გულშემატკივრობს და რაღაცეებს ეუბნება და ის ეკითხება და ამ შემდეგ და აი იგივე კაშია დაუშვათ იგივე გოგლიჩიძეს მაგალითად და აი ყველა მოკლედ იგივე ნიკა კვეკვესკირი და იქ ყველა ერთმანეთს და აი როგორ აი არ მინახავს აი ოდნავადაც არ მინახავს რაღაცა რომ აი რატო არ დამაყენ რაღაც ეგეთი მომენტები ხო არსებობს ფეხბურთში არა არსად ეგ ძალიან მაგარია და ეგ არის ძალიან შეკრულია და ხო ერთ-ერთია რა და ძალიან მაგარია რომ ინტელექტუალურ თამაშებს რო თამაშობენ ვიცით რომ კვეკვესკირია ხოლმე ეს მთავარი MVP ხო მაგ საქმეში აღარ ის რაც წეგანახზე რა დაგელაპარაკება იმაზე რა ქვია ნუტრიციოლოგიაზე მაგალითად აი განათლება არის ყველაფრის საწინააღმდეგო ნუტრიციოლოგიაზე და ეხლა ნიკა კვეკვესკირი დაგელაპარაკება ამაზე ხო დაგელაპარაკება ხელოვნებაზე დაგელაპარაკება რელიგიაზე დაგელაპარაკება პოლიტიკაზე დაგელაპარაკება აი ყველაფერი იმიტომ რომ აი განათლებული ადამიანია გურამ მაგალითად კაშია სულ usmens რაღაც პოდკასტებს ინგლისურ ენაზე რაღაც თემებზე ქართულ ამას უყურებს უეჭველი იმიტომ რომ პოდკასტები აქვს აი იმაში გადმოწერილი და სულ იმაშობა. წავიდეთ მაშინ ისეთ თემაზე, რომელიც ნაკრებიდან ცოტა უკან ნაბიჯი გადმოვდგათ და ვილაპარაკოთ დინამოზე და ზოგადად ქართულ საკლუბო ფეხბურთზე. უცნაურიც არის და გულდასაწყვეტიც არის, რომ დინამო მაგალითად წინა სეზონში საერთოდ საფუძველში ვერ შევიდა. დინამოში ახლა არის პროცესი, როდესაც თითქმის მთელი დაკომპლექტებულია ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელი. ხო არის ახალგაზრდა ფეხბურთელი. ჩვენთან არის კიდე ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელი 16-17 წლის ბიჭებია და რაც ყველაზე მთავარია წელს უკვე არის რამოდენიმე ფეხბურთელი, საკვანძო ფეხბურთელი, აი ბურჯი რასაც ქვია და იმის ირგვლივ, აი მაგალითად ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია, ნიკა ნინუა, მათევაწაძე, აი ფეხბურთელების ირგვლივ ასე რაღაც კარკას რო შეკრავდა, მე რომ ააწყო აი ესეთი პროცესი მიმდინარეობს ახლა და ფიქრობ ძალიან კარგადაც მიმდინარეობს ეს პროცესი. ხო ძალიან მნიშვნელოვანია ჯაბას ყოფნა გუნდში. იმიტომ რომ ჯაბა ისეთი ფიგურაა ზოგადად ქართულ ფეხბურთში, რომ ჯერ ნაკრებშიც რამხელა ფიგურა იყო და მით უმეტეს იმ ახალგაზრდებში, რომლებიც ეხლა დინამოში არიან და როგორი პროფესიონალია სანამ დავიწყებდით ლაპარაკს, სანამ შევიდოდით უკვე თემებით, მანამდე გვიყვებოდი რომ მოდი მოვეგეთ მოყვეთ რა მისი პროფესიონალიზმზე გავიხსენე. პროფესიონალიზმზე და ჯაბას ფეხბურთელობაზე თვითონ ჩემგან რო არ თქვა ყოველდღიურობილია, მაგრამ მე როგორც ექიმის კუთხით აი ხო გეუბნები ნაკრებშიც როდესაც იყო ჯაბა აი ადამიანი არ მინახავს ასე ვთქვათ რომ რაღაცას არ აკეთებს აი სულ ვარჯიშობს სულ რაღაცას გეკითხება სულ ძალიან აინტერესებს ანუ რა ჯობია რომ კვებასთან დაკავშირებით იქნება თუ სხვა თემებთან დაკავშირებით იქნება ეხლაც აი იმდენად პროფესიონალია და ეხაც დინამოში ისეთ მაგალითს აძლევს ამ ბიჭებს რომ ეხა მეც რო ვიყო ეხა ამ ჩემთან მეც რო ვიყო აი არა კარგად თამაშობდი მაგრამ მეც რო ვიყო ეხა მიუხედავად იმისა რომ ზოგადად ზარმაცი ადამიანი სენი მაქვს აი იმდენად უხერხულში იმდენად იხარჯება ყველა ვარჯიშზე ხო შეიძლება რომ ერთ ვარჯიშზე რაღაცა არა ყველა ვარჯი იმდენად 100% სტეპს და 200% რომ ეს ფეხბურთელები აი გინდა არ გინდა მიყვებიან მას და ძალიან აი ესეთი დამოკიდებულება მაგალითია ყველაფერი ხა თუნდაც იმას გიყვებოდი რა სანაკრებო პაუზის წინ ბოლო თამაში მქონდა თელავთან გასვლა ჩამოვედი დღამე წარმოვიდგინე და მეორე დღეს უკვე 2 დღიანი თუ 3 დღიანი დასვენება იყო იმიტომ რომ ნაკრების დიდი პაუზაა მაგ დროს და მე ნაკრებში მივდიოდი და ბაზაზე შევიარე და ხედავ რომ არავინ არ უნდა იყოს ვიღაცა ეს 100 მეტრიანებს დარბის გავხედე ჯაბა წარმოვიდგინე დილით მისული იყო 9 საათზე და უკვე დარბოდა და ეხა ამას რო ხედავ 17 წლის ბავშვი რო ვარ თუ რაღაცა მაქვს რას ლაპარაკობ აუცილებლად ეგ უნდა მაგალითია თავად რა არის თან დინამოში ეს პატარა ბიჭები რო წამაგერ უკვე ვიცით რომ სალია წავიდა ნიუკასლში ნუ სეზონის ბოლოს მიიყავთ ჟავი და ედი ჰაუსად შეხვდა იქ გუნდის იმე შეხვდა კიდე ხარებაშვილზე იწერება ძალიან სერიოზულად რომ ну არ ვიცი ახლა მე პირადად რამდენად მართალი ახლა ბარსელონა რეალი და ლივერპულზე იყო კონკრეტულად საუბარი აკვირდებიანო და ну დამდერმე თამაში დაესწრენო და
ასე შემდეგა და ასე შემდეგო და ამ ყველაფერს კიდე ეგ ბიჭები რომ ხედავენ რომ აი თუნდაც კანკავას მაგალითზე ვიტყვი ხარ ას დავითხოვთ რა ბევრად უფრო დიდი мотиваცია და იქაც იქ სულ მაგას დაინახავს ხვდები იქ რო ჩავლენ კონკრეტულად ახლა სალია იქ რო ჩავა ნიუკასში და რო დაინახავს ამას და ამისგანაც რო დაინახავენ ისინი ბევრად უფრო დიდ რაღაცას ამბობ რა ამ პროცესი შეიძლება კიდევ უფრო გამარტივდეს რთული იქნება მაგრამ ეხა იმ სალიასაც ისეთ რჩევებს აძლევენ გინდა მათე ვაწაძე თვითონ ჯაბა ეს ვაკო ისეთ რჩევებს აძლევენ ის აი იმ დღეს მახსოვს აი ერთ-ერთი თავდამსხმელი ვაწაზე ეკითხებოდა რომ აი ყველა ბურთიო რო ქჩებაო რანაირად და ვაწა უხსნიდა რომ აი როდესაც ეს ცველი ოდნავ აიწევსო წონასწორობას რო ყერავს აი მაგ დროს უნდა აი ნიუანსები ხო უზიარებენ ამ ყველაფერს და მაგიტოა რომ ეს ხარებაშვილი ახსენებ 16 წლის ბიჭია და უკვე რამდენი თამაში აქვს ეროვნულ ჩემპიონატში უმაღლეს ლიგაში ნათამაშები ხო იმ დღეს ეხლა თითქოს არაფერი აქვს საბა ხვადაგიანი ყოფს ჩვენ 21 წლამდე ნაკრების კაპიტანია ხო 21 წლამდე 21 წლის არის წარმოიდგინე და იმ დღეს გადასცეს პრიზი 100 თამაში დინამო თბილისში ხო ნუ ზოგადად ფეხბურთის მგონია რომ ცოტა ასაკვის იმან დაიწია ხა იამალი 16 წლის საფრანგეთს რო გავუტოვე 17 წლის მაგ დღეს გახდა რა არის მაგარი ეს ბიჭები ხა თუნდაც ხვადაგიანი უკვე რომ მზად იქნება ეროვნულ ნაკრებს სათამაშოდ უკვე რამხელა გამოსtildeებით მიდის და ეგ ბუნებრივია რომ ეროვნულ ნაკრებისთვის ძალიან დიდი რა თქმა უნდა ამბავია რა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ამბობდი რომ ეს ზღაპარი იარ ესე ლამაზად დამტევი ესპანეთთან ხო იარ დამთავრდა ეს ზღაპარი ეხა იწყებაო და ბარემ აქვე შევეხოთ სოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მოდის სექტემბრიდან უკვე შევუტევთ სოფლიო საკვალიფიკაციოს და რა მოლოდინები გაქვს პირველ რიგში შენ ეხა ვარ განსაკუთრებით ოპტიმისტით ახსავსე იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ისეთ რაღაცას ვიტყვი შეიძლება იმის გავაკეთე ევროპის ჩემპიონატის მე ხო ჩვენ ხო გქონდა შეკრებები მიუხედავად იმისა რომ იქ რაღაც თამაშები ჩავაგდეთ რომ მე ვატყობ რომ ამის მერე კიდე უფრო გაზრდილია ეს ნაკრები კიდე უფრო გაზრდილია აი მენტალურადაც რაღაცნაირად აი ვატყობ თავდაჯერებულია ბევრად კუთხით და აი ვატყობ მე ყველაფერს ამას და აი თან ჟიმი რაღაცნაირი თან და მოკლედ რა ფეხბურთელებსაც შეკეთე ყვარა მიუხედავად იმისა რომ ნაპოლიში ძალიან მაგარი იყო სხვა ფეხბურთელია უფრო მაგარია მიქაუტაძე კიდე პროგრესირებს და პროგრესირებს ძალიან სერიოზული მე აი ეხა ბოლოს საბაბი უფლება გვაქვს იმის თქვათ რომ რატომაც არა სომხეთთან პირველ თამაშში ხო არ იყო ყვარა ხოდა მე მეორე თამაშში აქ ხო იყო და ის გვერდით რომ ზივართ ეხა იქ ბენცე ხო არ გალავაღა და არ მახსოვს ვინ მომიბრუნა და ეს სხვა ლეველზეა ანუ კიდე უფრო მაღლა მიქაუტაძეს და პროგრესირებს და პროგრესირებს აკეთებს აი სუ პროგრესი ხო და ამიტომ ვფიქრობ რომ ძალიან ოპტიმისტურად გავსვენ და ანუ იოლი ასე ირნება ანუ რო იყო ხო იცი რომ საქართველო არა ხო ვიღაცა რომ დაგიგმავდა ეგ ვერავინ ვერ და ვერავინ ვერ და მიუხედავად იმისა რომ ეხა ეს ესპანეთი ხო არ გშორდება არა და მე რასაც ხო და მე რასაც ვაკვირდები ეხა ესპანეთთან ყველაზე მეტად ჭალებში გვიჭირს იმიტომ რომ ეხლა ნუ რა დაფრინავენ ხო და სხვას ეხლა და მაგრამ აი მიუხედავად მაგისა მაგათანაც აი მესამე ბლოკი გვაქვს წინ სადაც ცოტა უნდა ვითამაშოთ გავერთოთ რა და რაში მდგომარეობს ეს თამაში ამას აუხსნი თუ რა იქნება ეს თამაში ამას რამდენიმე წამში მოგახსენებ მე რამდენად აუწყდება თქმა არასდროს არ ამბობთ მოიწონოთ ეს ვიდეო და გამოგვიწეროთ YouTube-ს ეგა ეგა მესამე ბლოკის დროც მოვიდა და სანამ ავხსნი თუ რაში მდგომარეობს დღევანდელი თამაში, მანამდე გეტყვით რომ პაბ 54-ში ვიმყოფებით და მადლობა მათ ამ სივრცის დათმობისთვის, ასევე ძმების პოდკასტი YouTube-ზე, ამ სახელწოდებით გამოგვიწერეთ, დაგვილაიქეთ ეს ვიდეო, კომენტარები დაგვიწერეთ და ამავე სახელით გამოგვყვებით TikTok-სა და Facebook-ზე და ვეცდებით რომ არ მოგაწმინოთ კარგი სტუმრებით, საინტერესო ამბებით და მოკლედ ჩვენთან ერთად იყავით, გამოგვყვებით, რაც თავია გამოგვიწერეთ. ეხლა კი თამაში ნაკრების სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებს ათეულს გავაკეთებთ, ოღონდ როგორ დავით სარეცოდინება შემდეგი რომელი მოდის და თვითონ უნდა გადაანაწილოს 1-დან 10-ის ჩათვლით ვინ ხო შეიძლება ერთი დატოვო და ისეთი ამოგივიდეს რომ დავიწყოთ მაშინ პირველი მალხაზ ასათიანი მალხაზ ასათიანი ჩემი ერთ-ერთი
უსაყვარლესი ფეხბურთელი. მოდი მალხაზ ასათიანი იყოს მეშვიდე. ზურა ხიზანიშვილი. ზურა ხიზანიშვილი, ჩემი ხიზანა იყოს მეცხრე. გიორგი მიქაუტაძე. მიქაუტაძე მოდი ჯერჯერობით იყოს მერვე. ლევან ყენია. ყენოზე შემიძლია ვთქვა, რომ რაც მე მინახავს ქართველი ფეხბურთელი, ყველაზე ნიჭიერი ჩემი აზრით იყო ის, როდესაც მე დასაწყისში თამაშობდი. ყენო იყოს, რა ვქნა, ყენო იყოს მეათე. მეათე. თორნიკე ოქრიაშვილი. მეხუთე. თემურ კეცბაია. მეოთხე. ლაშა დვალი. ლაშადვალი მეექვსე გამოდის. ჯაბა კანკავა. მესამე. შოთა არონაძე. მეორე. პირველზე იქნებ ვინ არის? ყვარა. ეგრე მაქვს, კვარაცხელია პირველზე გამოვიდა. საბოლოოდ როგორ გამოვიდა ესე იგი ყვარა? კვა პირველზე გავიდა კვარა, მეორეზე შოთი, მესამეზე კანკავა, მეოთხეზე გავიდა კეცბა, მეხუთეზე ოქრი, კვალი, მეექვსეზე დვალი, მეშვიდეზე ასათიანი, მერვეზე მერვეზე ჟორჟი, 9-ზე ხიზანა და 10 ყენი. დიდი მადლობა და დიდი მადლობა თქვენ და დიდი ვიხარია მადლობა. რომ ჩვენი სტუმარი იყავით. ძმებს, დილობიან ძმებს დიდი მადლობა გადასარევი პოდკასტისთვის.